მოგესალმებით თბილისის დროით ზუსტად 7 საათია მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ და ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომეხმა კოლეგამ COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში ოქტომბერში უმასპინძლებს. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მყარებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნაურუს პრეზიდენტ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი კობახიძემ დევიდ ადიანგს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად. სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, როგორც მამუკამ დინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტიკიდანაც წავიდა. გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან გაიარა. მამუკამ დინარაძემ გუნდს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს. ბატონი ბიძინა ივანიშვილთან დაწყებული დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე, ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული. ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღესდილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. ოპოზიციის NGO-ებისა და მათი აქტივისტების ფარისეულური მხარდაჭერა უკრაინას და 5 წლიანი დუმილი ომში მყოფი ქვეყნის მიმართ შეუსრულებელ დაპირებებზე. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე უცხოეთიდან მართულ ჯგუფებს კიდევ ერთხელ ამხელს. ლევან მაჭავარიანი ქართულ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და უკრაინის ფსევდო მხარდამჭერების ყალქმედებებს ფაქტებით ააშკარავებს. ვრცელ წერილში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმ მოვლენებსაც მიმოიხილავს, როდესაც უცხოეთიდან მართული ოპოზიცია და NGO სექტორი წუხდა საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობის გამო და ცდილობდნენ იმის წარმოჩენას, თითქოს საქართველო უკრაინას ხარს არ უჭერდა. სახელმწიფო გუნდის განცხადებით ანტიეროვნული ქმედებების გამო ოპოზიციას, NGO-ებსა და მათ აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა, ოპოზიციას, მდიდარ NGO-ებსა და მათ აქტივისტებს ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე კიდევ ერთხელ ამხელს. ლევან მაჭავარიანის მორიგი ვრცელი წერილი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე უკრაინის მიმართ გაცემული იმ დაპირებების გახსენებით იწყება, რომელიც 5 წლის შემდეგაც შეუსრულებელია. თუმცა უკრაინის ქართველ ფსევდო გულშემატკივრებს ეს არასდროს გაუპროტესტებიათ. ამ დუმილის მიზეზად მაჭავარიანი ქართული ოპოზიციისა და შეუსრულებელი დაპირებების ავტორების საერთო დამკვეთს ასახელებს. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში უკრაინას პირდებოდნენ, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდა, დაჩქარებული წესით გახდებოდა ნატოს წევრი, დაჩქარებული წესით გახდებოდა ევროკავშირის წევრი, გადასცემდნენ ასობით მილიარდი ევროს ღირებულების რუსულ გაყინულ აქტივებს. მეხუთე წელია მიმდინარეობს ომი, არც ერთი ეს დაპირება არ შესრულდა და არც ერთი ამ საკითხიდან არ გაუპროტესტებიათ უკრაინის ამ გულწრფელ გულშემატკივრებს. არც ერთი ამ აქტორის მხრიდან ერთი სიტყვაც არ მოგვისმენია უკრაინის მიმართ ამდენ უსამართლობასთან დაკავშირებით. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მათი პატრონებიც იმ ძალას წარმოადგენენ, ვინც ეს დაპირებები გასცა. გვახსოვს აგენტურის ყალბის ზრუნვა უკრაინელ ლტოლვილებზე, სხვისი დახმარება რა თქმა უნდა კეთილი საქმეა და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა თუ ქართველი დევნილისთვის, რომელსაც ზუსტად ანალოგიური უბედურება აქვს გამოვლილი იმის მიასედიც კი არ გაგიკეთებია, რასაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკეთებ, ტოვებ ლეგიტიმურ შთაბეჭდილებას, რომ ხარ ყალბი და ფარისეველი, ამას კი მხოლოდ ტრენდის გამო აკეთებ.
როგორც წერილში აღნიშნული, უკრაინის ფსევდომხარდამჭერების ფარისევლობის მასშტაბი იქამდეც კი მივიდა, რომ ომში მყოფ ქვეყანაში პირადად ჩავიდნენ, თუმცა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად. პარალელურად გარედაკვეთის შემსრულებლები საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობის გამო წუხილს არ მალავდნენ და საკუთარი ქვეყნის დაბომბვას ნატრობდნენ. მინდა გაგახსენოთ, როგორც შერწყვა დავით არახამიას ქართველობის ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის გამო ქართველობის არახამიასთან ერთად აგენტურასაც რცხვენოდა. ნინო ლომჯარიას სირცხვილიც არ დაგვავიწყდეს სანქციების არ დაწესების გამო, როგორც თავად აღნიშნა, ამ სირცხვილს მას ბომბების წვიმა ერჩივნა. ეკაგიგაურის მოწოდებებიც გავიხსენოთ, თურმე რუსეთი მარცხდებოდა და ეს შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოგვეყენებინა აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დასაწყებად. როგორი აჟიტირებით უსმენდნენ მავნებლები უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს, რომ ხალხით შევშველებოდით, რომ ტანკებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგვესეირნა. გვარამიამ ეს აჟიტირება ცოტა ხნის წინ იმით ახსნა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის რა მსხვილი ტრანშების ჩაერიცხება საქართველო ამ ფულის გარეშე დარჩება ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობის გამო. გვახსოვს, როგორ ჩადიოდნენ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ეს ფარისევლები უკრაინაში ფოტოების გადასაღებად. საუბედუროდ ისიც კი გვახსოვს, თუ როგორ შურდათ უკრაინის მათი მხრიდან პრიგოჟინის ეგრეთ წოდებული რევოლუციის გულშემატკივრობა უვიცობის უკიდურესი ფორმის გამოვლინება იყო. ოპოზიციის მდიდარი ენჯოებისა და მათი აქტივისტების მამხილებელი წერილის მორიგების ოდში საუბარია იმ ქმედებებზე, რითაც აღნიშნული ჯგუფები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლება უკრაინას არ ეხმარებოდა. წერილის ავტორი მათ კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიში აქვთ მოსახდელი. აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. ისინი ფაშისტური მეთოდებით ცდილობდნენ ამ აღქმის ჩვენი მოქალაქეებისთვის მოხვევას. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად შევიფარეთ 30,000-მდე უკრაინელი დევნილი. დავუნიშნეთ სოციალური დახმარება და ბავშვებს მივეცით მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა, ხოლო უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით მოწინავე პოზიციებზე ვართ. ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არც ერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ამდენი არ გაუკეთებია. აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო ენჯოებო და ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალო აქტივისტებო სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით იმდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული, ისეთი დოზით გაქვთ უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა გამოვლენილი, რომ ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა. ჩვენ კი ქართველ ხალხთან ერთად ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ბოდიშის მოხდას არაპირებს ოპოზიცია, უფრო მეტიც ნაციონალური მოძრაობა წლების წინანდელ ნარატივს დღესაც იმეორებს, რითაც მამხილებელი წერილის საფუძვლიანობას ადასტურებს. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მაქსიმალურად პოზიციონირებდა ისე, რომ ომში ყოფი უკრაინისთვის ლახვარი ჩაეცა ზურგში. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მდიდარი ენჯოებისა და მათი აქტივისტების ფარისევლური ქმედებების შესახებ საუბრობენ სახელმწიფო გუნდის წევრები. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობები და ოპოზიციის ანტიეროვნული პოლიტიკა გარედაკვეთებით იყო ნაკარდნახევი. კარგად გვახსოვს ის სამარცხონო განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ქართველი ენჯოშნიკები, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი რუსეთის შეჭრის შემდგომ, როგორ ერჩივნათ მათ ბომბების წვიმა ჩვენს თავზე, როგორ აცხადებდნენ და აკეთებდნენ განცხადებას ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიუმზიანობასთან დაკავშირებით, ზოგადად ჩვენი ქვეყნის დღევანდელ და ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ცალსახად გაიშიფრა დღეს აბსოლუტურად ყველა, ვინც კი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებდა. ბოდიში აქვთ მოსახდელი თითოეული ქართველის მიმართ. გარე პატრონებისგან მართული აგენტურა საქართველოში მოსახლეობის შესწავლას შეყვანას ცდილობდა, რომ ჩვენ თითქოს აი ამ გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების, აი ამ გაშლილი კამპანია დასამსახურებოდა მიზნად, რომ შანსი ქონდა ჩვენ დაგვებრუნებინა ცხინვალი და აფხაზები და უნდა აგვემართა ესე იგი ხელი ჩვენს მოძმე ოსებზე და აფხაზებზე. ხო, ეს იყო მათი მთავარი ნარატივი გარედან მიღებული დავალება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციას, ენჯოებსა და აქტივისტებს ფაქტებითა და არგუმენტებით ამხელს.
რამიზანი აქვს ნაცმოძრაობის მიერ ეგრეთ წოდებული რუსოფობიის კამპანიის გააქტიურებას. რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების შესახებ დეზინფორმაციას მმართველი გუნდი ოფიციალურ სტატისტიკას უპირისპირებს, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთ კვირაში ქვეყანა იმაზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. ყალბი კამპანიის ავტორებს ქართული ოცნება მათსავე პოლიტიკურ წარსულს ახსენებს, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან მიმართებაში ლოიალური პოლიტიკა ჰქონდა, მათი ლიდერი კი საზღვარზე რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა. სახელისუფლებო პარტია ნაცმოძრაობის სპეკულაციურ კამპანიას უცხოეთიდან მიღებულ მორიგ დავალებას უკავშირებს, რომლის მიზანით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა. ბოლო პერიოდში რუსოფობიური კამპანიის გაძლიერებაში საერთაშორისო დონეზე ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების პარალელურად ქვეყნის ტურისტულ სექტორზე თავდასხმის მცდელობას ხედავენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში უსვამენ ხაზს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარედან დაკვეთილი ანტირუსული ისტერიის მიზანს იმ სექტორზე თავდასხმა წარმოადგენს, რაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მიიღეს ასეთ დავალება, რომ რაღაც საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩათესო და მათ შორის ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით, რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის დავალება აგენტურისთვის გარედან მიღებული დავალება და ხვალ თუ დაჭირდებათ, რომ რუს ტურისტებს უნდა ჩამოვართვან ხელი და მღიმარი სახით მიიღონ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ამას გააკეთებენ. ეს არის ჩვეულებრივი მათთვის დამახასიათებელი ხელწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ცნობების მიხედვით ბოლო ერთ კვირაში 18-დან 24 აგვისტოს ჩათვლით სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით 42953 პირი შემოვიდა, 61691 კი გავიდა, ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტებს უარყოფენ. პარტიაში სტატისტიკა არ აინტერესებს და ამბობენ, რომ მათი განცხადებები რუსების მასობრივად შემოსვლასთან დაკავშირებით მათ მიერვე ქუჩაში ნანახი რუსების რაოდენობითაა გამოწვეული. რამდენი რუსი არის და ლამის ქართველობის მეტი რომ არის, ამის მაგალითად ბათუმიც საკმარისი არის და თბილისიც და ის რაც ხდება. მმართველ გუნდში 2008 წლის ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას იხსენებენ, განმარტავენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტი რუსეთიდან ტურისტებს იწვევდა და საზღვარზე პირადად ხვდებოდა. ანტირუსული განწყობების გაღვივება კი მხოლოდ რუსეთის უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ დაიწყეს. ქართული ოცნებისთვის აღნიშნული გარედაკვეთის შესაბამისად მოქმედებაზე მეტყველებს. ასრულებენ იმას, რაც აქვს დავალებული. ქონდათ დავალება 2008 წელს მოიხსნენ ისე, როგორც მოიხსნენ და არაფრად ჩააგდეს ასობით დაღუპული ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ოკუპანტისთვის გადაცემული ტერიტორიები, მიყიდული ენერგეტიკული ობიექტები რუსეთისთვის, ხოლო დღეს მათ მიიღეს შესაბამისი ბრძანება, განკარგულება უცხოეთიდან და მოხდებენ ისე, რომ მაამებელი იყოს მხოლოდ მათთვის, მათი დავალების მიმცემებისთვის და არა იმ ინტერესებისთვის, რაც ქართველ ხალხს ამოძრავებს. თუ ვინმე რუსული საქმე აკეთა, ეს იყო სააკაშვილი და მათი ხელმძღვანელობის პერიოდში, ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი და ამას აქვს ზუსტად პოლიტიკური სარჩული, ამაზე ვსაუბრობ მე. თუ შეიძლებოდა რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს მათივე ლიდერი და პრეზიდენტი დახვედროდა ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს, დღეს რატომ არის მიუღებელი მათთვის რუსი ტურისტის შემოსვლა და დოვლათის შემოტანა? არანაირ რუსეთისთან საქმე ჩვენ არ გვაქვს, არის ციფრები და აბსოლუტურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გაცილებით მეტი ტურისტია შემოსული, ვიდრე რუსეთიდან არის ციფრები და მეტი უფრო გასულია, ვიდრე შემოსული. რუსოფობიური კამპანიის ხელოვნურად გააქტიურება დროში უკრაინაში ომის დაწყებას და იმ ზეწოლას ემთხვევა, რომელიც საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩართვას ისახავდა მიზნად. საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლეობა მოეხსნა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება. შეწყალებული პირები საპატიმროს რამდენიმე საათში დატოვებენ. საჯარო უწყებებში 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება იწყება. სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულია 3000-მდე ვაკანსია. მსურველებს განაცხადის გაკეთება 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. პრემიერის ინიციატივით გამოცხადებული სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურაზე სწავლობენ. ღია კონკურსი 2 ეტაპად წარიმართება. შერჩეული კანდიდატები კი სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
3000-მდე ვაკანსია პროფესიის პრაქტიკაში გაცნობა და პირველი ნაბიჯები კარიერისკენ. საჯარო უწყებებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება იწყება, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს პირველ რიგში გამოცდილება, მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დააგროვონ, გაიღრმავონ ცოდნა და საწყის ეტაპზევე ჰქონდეთ შესაძლებლობა დაგეგმონ მათი მომავალი სამუშაო მიმართულება. გადაწყვეტილების ავტორი პრემიერ-მინისტრია. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სტაჟირების პროგრამა გამოცხადდება სექტემბერში. აღნიშნული მოიცავს 3000-ზე მეტ ვაკანსიას. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. თავის მხრივ ზოგადად სამშოვანი პროგრამა არის, ვინაიდან სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება, რომ გაიღრმავონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში. მთავრობის მეთაურის ინიციატივით გამოცხადებულ ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურაზე. ასევე მათ, ვინც ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრებაა. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ამ ვებგვერდზე შეეძლება. პროგრამა იწყება ასევე აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში 257 ვაკანტური ადგილი იქნება გამოცხადებული რეგიონის მასშტაბით, მათ შორის 109 უშუალოდ აჭარის მთავრობაში და აჭარის სხვადასხვა ცენტრალურ უწყებებში. ზოგადად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათ მიეცემათ საშუალება მიიღონ ძალიან დიდი გამოცდილება სახელმწიფო უწყებებში მუშაობის. ცენტრალური ხელისუფლების თხოვნით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების მიღებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სწორედ საკუთარ ქალაქში გაიარონ სტაჟირება და მიღებული გამოცდილება სწორედ საკუთარ მხარეს მოახმარონ. ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალებით მოსინჯონ საჯარო სექტორში. ზოგადად ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ენერგიული ძალების მუდმივი შემოსვლა განხორციელდეს საჯარო სექტორში და ამ ახალგაზრდებმა თავიანთი ენერგია და ძალა მოახმარონ ჩვენი რეგიონისა და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის განვითარება. ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისი დაუნერგოთ და განავითაროთ, გვაძლევს საშუალებას აღნიშნული რომ განვახორციელოთ ძალიან ბევრი პროექტი, რასაც ჭირდება კვალიფიციური პერსონალი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდება კონკურსი ანაზღაურებად სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაზე. კახეთის რეგიონში 91 პოზიციაზე გამოცხადება კონკრეტულად კონკურსი. ხეთანთიანეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულად საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში. 4-ვე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავისთავად გამოცადონ რა მიმართულებით შესაძლებელია მათი შემდეგ დასაქმება უკვე საჯარო სამსახურებში. ახალგაზრდების ცოდნა, გამოცდილება, შეხედულება ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის საჯარო სამსახურებისთვის და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება უკვე სამომავლოდ საჯარო მოხელეების საქმიანობაში. ღია კონკურსი 2 ეტაპად წარიმართება. შერჩეული კანდიდატები კი სტაჟირებას 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან. სტაჟირება 3 თვეში დასრულდება, თუმცა მიღებული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის სწორედ ის დასაწყისი გახდება, რომელიც მათ მთავარ პროფესიულ მომავალს განსაზღვრავს. ნეპალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით ამ დრომდე სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შესულა. გარდა ამისა, საგარეო უწყება მუდმივ კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ბოლო მონაცემებით ნეპალში მომხდარ სტიქიას 360 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლად დაკარგულთა
მიგრანტთა რიცხვი 1000-ზე მეტია. სამძებრო სამუშაო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. სპეციალური ჯგუფები ვერტმფრენებით საჭირო დახმარებას ადგილზე ჩარჩენილ 1000-ობით ადამიანს აწვდიან. წინასწარი მონაცემები წყალდიდობა მიწისძვრის შედეგად მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამონგრევამ გამოიწვია. ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახურის ცნობით წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა შესაძლოა ადიდდეს. ლეგალურ ტვირთს მიღმა დამალული მილიონზე მეტი ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეჟე გადასიტვის ფაქტი გამოავლინეს. დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთო ავტომობილს ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ჩეხეთში სპორტული მოედნების საფარი უნდა ჩაეტანა, თუმცა საბაჟო კონტროლის შედეგად სატვირთოში 202,000-ზე მეტი კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოჩნდა. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის უკანონო გადაზიდვის ფაქტი აღკვეთილია. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საქართველოს გავლით ჩეხეთის მიმართულებით სპორტული მოედნების კაუჩუკის საფარი უნდა გადაეზიდა სახელმწიფო საზღვარზე შემოწმდა. ბელარუსში რეგისტრირებულ სატვირთო ავტომობილში დეკლარირებული ტვირთის მიღმა სამართალდამცველებმა 202,000-ზე მეტი კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზურის საქონლის სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. უფლებამოსილი პირის მიერ პალეტებზე განთავსებული ტრანზიტული ტვირთის ჩიქთავსის გახსნის შედეგად აღმოჩენილი იქნა მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202,176 კოლოფი არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი, მათ შორის NZ, მინსკი და Queen Menthol. სატვირთო ავტომობილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. სატრანსპორტო დოკუმენტაციის თანახმად ავტომობილს ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირისთვის განკუთვნილი კაუჩუკის საფარი ფილები ჩეხეთში გადაჰქონდა. სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანხლების სხვა საბუთების თანახმად სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნის ზედაპირებისთვის განკუთვნილი ეგრეთ წოდებული კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა. სატვირთო ავტომობილის შემოწმების აუცილებლობა საბაჟო რისკების მართვის სისტემამ განსაზღვრა. სწორედ დეტალური დათვალიერების შემდეგ გამოვლინდა, რომ დეკლარირებული ტვირთის მიღმა 1,132,000 ლარზე მეტი საბაზრო ღირებულების უაქციზო სიგარეტის განსაკუთრებით დიდი პარტია იყო დამალული. რისკების შეფასებისა და ანალიზის შედეგად მოხდა აღნიშნული ავტომობილის შეჩერება და მისი დეტალური დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 200,000-ზე მეტი უაქციზო სიგარეტის კოლოფი. საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საჯარო სივრცეში ადამიანის ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. დღეს რაიონულმა სასამართლოებმა სამართალდამრღვევად კიდევ 5 პირის ცნეს. ნაწილს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ნაწილს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სამმართველო საჯარო სივრცეში აგრესიული რიტორიკის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს. დეტალების სიუჟეტი. სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. სიტყვიერი გაფრთხილება ავთანდილ ჭულუხაძეს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცხყოფისთვის გამოეცხადა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ჩერგოლეიშვილის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო ჭულუხაძე სამართალდამრღვევად ცნო. მან ჩადენილი ქმედება პოლიტიკოსის მიერ ხშირ შემთხვევაში საჯაროდ უცენზურო სიტყვების გამოყენებით ახსნა. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე Facebook კომენტარში თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, რომელიც მთელ ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებს. ალბათ რაც ხა ისეთი უხამს საკეთებდა განცხადებას, რაზეც ალბათ ვერ მოვიდგინე. უხამსო სიტყვებით შემოვიფარგლე კომენტარს და მაგის გამო დამიბარეს სასამართლოში. ამავე სასამართლომ დღეს კიდევ ერთი საქმე განიხილა. საჯაროდ სოციალურ ქსელში მოქალაქე სანდრო შარაშენიძის შეურაცხყოფის ფაქტზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს დადგენილებით მამუკა იჩკიტიძე სამართალდამრღვევად ცნეს და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით დააკისრეს.
სასტაფონის რაიონულმა სასამართლომ აგრეთვე განიხილა მამუკა იჩქიტიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ პიროვნებას სოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა ბატონ სანდრო შარაშენიძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელში. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულმა პიროვნებამ ასევე აღიარა ხსენებული ქმედება. სასამართლოს დადგენილებით კი ხსენებული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდარღვევად და სახდელის სახით გამოყენებული იქნა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. საჯაროდ სიძულვილი სენის გამოყენებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა პირს, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს მიაყენა. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მამუკა ბელთაძეს სამართალდამრღვევად ცნო. საჯარო სივრცეში ადამიანების ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმე განიხილა საჩხერის რაიონულმა სასამართლომაც. ანზორ კაპანაძე მოქალაქე სანდრო ლომინაშვილის შეურაცხყოფისთვის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. მან ჩადენილი ქმედება აღიარა. ანზორ კაპანაძის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა სანდრო ლომინაშვილს. აღნიშნული ფაქტი გამოვლენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის სენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ. ამ პიროვნებამ აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, მოინანია. შესაბამისად საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პირი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა დავით კაცარავას, სამართალდამრღვევად ცნეს და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით დააკისრეს. სიძულვილის სენის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები ყოველდღიურად ტარდება. სოციალური ქსელების მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება. მონიტორინგით კი დასტურდება, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ხორბლის ფასებმა 3 წლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ხორბლის ფასები 2.6%-ით გაიზარდა და 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. სტატიაში წერია, რომ კონფლიქტმა პორტები და მარცვლეულის ტერმინალები დააზიანა, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა გადაზიდვები. კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, რუსეთი ახლა უკრაინაზე თავდასხმების გასაძლიერებლად ემზადება, მათ შორის ინფრასტრუქტურაზე, რადგან დაასკვნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით კი ქვეყანა უკვე განიცდის სოფლის მეურნეობის ექსპორტის ნახევარწლიურ შემცირებას ამ სეზონზე. ასევე მოსალოდნელია, რომ რუსული ხორბლის მარაგი აგვისტოში 50%-ზე მეტით შემცირდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს მასშტაბით საქორწინო სივრცეების განახლებისა და უნიკალური არქიტექტურის მქონე ახალი ქორწინების სახლების მშენებლობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. იუსტიციის სახლი მალე მოქალაქეებს კიდევ უფრო კომფორტულ და დახვეწილ გარემოს მესტიაში, ბათუმში, თელავსა და სიღნაღში შესთავაზებს. აქტიურ ფაზაშია თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის ეგრეთ წოდებული კონკას რეაბილიტაცია. პროექტი ისტორიული შენობის ავთენტური იერსახის შენარჩუნებასა და შიდა სივრცეების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას ითვალისწინებს. დეტალებით ლევან წუწუნავა. თბილისში ისტორიული ქორწინების ნომერ პირველი სახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული კონკა თბილისის კოლორიტული ქორწინების სახლია. მისი განახლების მთავარი მიზანი ავარიული შენობის ახლით ჩანაცვლება, შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობაა. სამუშაოებს თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებენ. რეაბილიტაციის შემდეგ ქორწინების ნომერ პირველი სახლი კიდევ უფრო კომფორტული და მიმზიდველი გახდება, როგორც ახალდაქორწინებული წყვილებისთვის, ისე სტუმრებისთვის. შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შესაბამისად კვლევების შედეგად და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით გადაწყვეტილება იქნა მიღებული მისი რეკონსტრუქციით, რაც გულისხმობს მისი სრულად დაშლის და იგივე იერსახის აღდგენის მეთოდით. შენობის რეაბილიტაცია დასრულდება სრულად 2027 წლის 9 სექტემბერს. ახალი ქორწინების სახლების მშენებლობისა და არსებული საქორწინო სივრცეების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. უახლოეს პერიოდში უნიკალური არქიტექტურის მქონე ქორწინების სახლების მშენებლობა დაიწყება მესტიასა და ბათუმში. მშენებლობა დასასრულს უახლოვდება თელავში. სიღნაღის ქორწინების სახლში კი ძირეული რეაბილიტაციის პროცესი იწყება.
იუსტიციის სახლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქორწინების სახლებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ განვითარებას. ამ მიმართულებით მინდა გამოყო მესტიისა და ბათუმის ახალი ქორწინების სახლების მშენებლობის პროცესი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქორწინების სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ სიღნაღისა და ეგრეთ წოდებული კონკას ქორწინების სახლის რეაბილიტაციის პროცესზე. ქორწინების სახლების პროექტები განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა მესტიის ქორწინების სახლის პროექტი, რომელმაც არაერთი უცხოური ჯილდო მიიღო. Japan International Design Award-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა. პროექტს მიღებული აქვს რომ Design Award-ის ჯილდოც ნომინაციაში კონცეპტუალური დიზაინი. მესტიის ქორწინების სახლის პროექტი შედგენილია სვანური იდენტობის და ავთენტურობის თანამედროვე ინტერპრეტაციით. სვანური კოშკის სიმტკიცისა და ხასიათით არის გამოვლენილი ამ პროექტის ესეთი ვიზუალი. იუსტიციის სახლში ქორწინების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საქართველოს მასშტაბით დღეს 6 ქორწინების სახლი და 28 ქორწინების სივრცე ფუნქციონირებს. კახეთში ატმის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერას კონკრეტული შედეგები აქვს. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 აგვისტოში რაჭაში ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი აკეთებს კომენტარს მედიასთან, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ეს ბოუში ვინ არის რომელია ეხარია რომ დღეს ვარ რაჭაში ამ პროლაურში ჩემს კოლეგებთან ერთად ვარ ჩემს მშობლიურ კუთხეში და აღნიშნავთ ფუძეობას რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული და მინდა მთელ რაჭას რაჭულებს მიულოცო დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ჩვენთვის რაჭის განვითარება და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმად გავაგრძელებთ ზრუნავს იმისათვის რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს. მამკობდინარეთთან დაკავშირებით რო ვთქვა და შეეცდომეთ. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო მამკობდინარაძეს მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მისი სამსახურისთვის საკუთარი ქვეყნის წინაშე, მისი დამსახურებისთვის გუნდის წინაშე ის 10 წლის განმავლობაში უამრავ რამეს აკეთებდა, რაც საბოლოო ჯამში აისახა ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე. შესაბამისად მას ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა. რა თქმა უნდა სამწუხაროა ჩვენთვის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, ჩვენ მქონდა მანაც და ჩვენ მქონდა შეხვედრა გუშინ, ასევე დღეს მას შორის მქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინამენიშვილთან ერთად. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ვცადეთ დაგვირწმუნებინა ის საპირისპირო გადაწყვეტილებაში, თუმცა მას ხარი პოზიცია ჰქონდა ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი მამკობდინარაძეს იმ ყველაფრისთვის, რაც მას აქვს გაკეთებული და ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდისთვის. უკრაინის ომთან მიმართებით ინტერესებდა და შოთი ტრაგედია პოლიტიკაში პირდაპირ მიიღოს მონაწილეობა. თუ შეიძლება რომ შევამოწმოთ. იქ იყო საუბარი თქვენ ნატოში გაწევრიანებაზე რაც. და მიზანი რა აქვს ოპოზიციას? ყველა ძალიან კარგად გახსოვს განსაკუთრებით ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარ აქციებს აწყობდნენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ომის დაწყების კონტექსტში. ეს ყველაფერი იყო რა თქმა უნდა მოღალატეობრივი ქმედებები. ისინი უერთდებოდნენ მოთხოვნას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, მიესალმებოდნენ იმ გადაწყვეტილებებს, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებს, რომლებიც უპირისპირდებოდა საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას, პატრიოტულ პოზიციას. ამ ყველაფრით გაიშიფრა რა თქმა უნდა მატერიალური განზრახვა. თქვენ იცით რომ იყო პირდაპირ მცდელობა
ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილი იყო საქართველოში მეორე ფრონტი და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის ხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები, თუმცა საბედნიეროდ მათი ეს ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, მაგრამ მათ არ დააკლეს იმისათვის, რომ ქვეყანა რამდენადაც ჩაეთრიათ კონფლიქტში, ჩაეთრიათ ომში და მხოლოდ ხელისუფლების და რასაკვირველია ქართული ხალხის პრინციპულმა პოზიციამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და მისცა ღირსეული განვითარების საშუალება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები ლევან მაჭავარიანის პათოს შინაარს, მისი გზავნილის შინაარს, რა თქმა უნდა, მთელი მათი ქმედებები, რასთან დაკავშირებული იყო ომთან, იყო მოღალატეობრივი. ჩვენ არაერთხელ დავსვით მათ შორის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას არ აკეთებდა უკრაინასთან მიმართებით საქართველოს ისეც რაც უნდა გაეკეთებინა და ამაზე ვერ მივიღეთ ვერავითარი პასუხი, საიდანაც ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ მათი ყველა ქმედება იყო აბსოლუტურად სპეკულაციური, დაკარნახები იყო გარე ინტერესებით და ემსახურებოდა არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ემსახურებოდა სწორედ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. ასევე მინდა გითხრათ რუსოფობიასთან დაკავშირებით ჩვენ ბოლო დღეებია ისეთ თქვენი ოპონენტების შეფასებებს ამ საკითხზე, ასევე თქვენ ნახეთ ნაცმოძრაობის ლიდერები ჩავიდნენ ბარსზე გამართა ბრიფინგი და თქვენი გუნდში რაც აუბრობს იმაზე, რომ რატომღაც გაახსენდა უკრაინა შორის დაწყების შემდეგ. ასე ვთქვათ, რომ რუსეთიდან შემოდიან ტურისტები ჩვენს ქვეყანაში. მაშინ როდესაც მათი ლიდერი ხდებოდა ბარსზე ტურისტებს 2008 წლის ომის შემდეგ. ჩვენ ორმაგ სტანდარტებზე ვისაუბრეთ, ამას საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვენით, მათ ჰქონდათ განსხვავებული დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი, მას შემდეგ, რაც 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30,000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა, მაშინ არ ჰქონდათ მათ ხისტი პოზიცია რუსეთთან და რუსებთან მიმართებით, ახლა ავლენენ ხის პოზიციას და კონკრეტულად რუსოფობიურ პოზიციას და ღიად აცხადებენ ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიური განცხადებები და გზავნილები, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ როდესაც ჩვენი პოზიციით გამოვედით რუსოფობიასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე მათ თავის მართლება დაიწყეს და აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ რუსოფობები, თუმცა შემდეგ შემოატრიალეს რამდენიმე დღეში ეს მესიჯი, მიიღეს ახალი დავალება და ღიად გამოაცხადა საკუთარი თავი რუსოფობებად, რაც მათ სახეს აჩვენებს. ბუნებრივია, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოკვლევა. ოპოზიცია ამბობს, რომ დინარაძის განცხადებებს ურთიერთბრალდებებს ნიკა გვარამიას მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მისამართით, ასევე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნიკა გვარამიას მისამართით და დაპირისპირებას ახლებს და ნაცმოძრაობას შორის. რას ვხედავთ ახლა ოპოზიციაში, რა ხდება? ოპოზიცია არის დაშლილი, მიზეზი არის ის, რომ დასუსტებულია, ამ დროს იმუნური სისტემა მთლიანად ინგრევა, დაქვეითებულია მათი იმუნიტეტი და ეს ყველაფერი აისახება საბოლოო ჯამში კონფლიქტებში, რომლებსაც ხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ეს ყველაფერი, ეს კონფლიქტები არის რა თქმა უნდა ოპოზიციის სისუსტის შედეგი. ამისათვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რადიკალური ეგრეთ წოდებული ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა. ანუ ბევრი სპეკულაცია მოისმენეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არაფერი საფუძველი ამ სპეკულაციებს არ აქვს. ამ გამდინარე იმაც განმარტა ყველაფერი და ჩვენც პასუხები გავეცეთ ამ სპეკულაციებს, თუმცა რა თქმა უნდა, ოპოზიცია გააგრძელებს სპეკულაციების საუბარს. აჟირების პროგრამაზეც ვუძღვათ, ამიზანს ემსახურება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ მაყურებელს და რამდენად მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საჯარო უწყებებში გაივლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად წავახალისოთ ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება, კურსდამთავრებულთა დასაქმება და მათ შორის განსაკუთრებით მათი დასაქმება საჯარო სექტორში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსით საჯარო სამსახურში და ამ კუთხით აი სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რამდენიმე წელია უკვე ეს პროგრამა მოქმედებს, თავიდან დაიწყეთ საპილოტო რეჟიმში და ახლა გრძელდება წარმატებით ეს პროგრამა და დარწმუნებულია, რომ ეს პროგრამა ძალიან ბევრ ახალგაზრდას კურსდამთავრებულს მიცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაიწყოს კარიერა და განავითაროს საკუთარი კარიერა საჯარო სამსახურში. ისამდე დაკავშირებით გითხავთ რეგიონების განვითარებაზე საუბრობდა მამ კონტინენტზე და დღეს განსაკუთრებით რომ
გეგმები იცვლება ხოლმე თავის დროს ჩვენ ყველას ერთად არა მარტო მას პირადად ჩვენ ყველას ერთად ქონდა კონკრეტული გეგმა თუმცა საბოლოო ჯამში მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება და მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის რომ დამღლელი არის გარკვეულწილად ის საქმიანობა რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული გარკვეულისხმობ რა თქმა უნდა ფიზიკურ დაღლას გულისხმობ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურ სტრესს რომელიც არის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და ჩვენ ამას რა თქმა უნდა გაგებით მოვეკიდეთ ამაზე ქონდა ჩვენს მსჯელობა შემდეგ ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ვიცე-პრემიერთან როდესაც მოვისმინეთ მისი პოზიცია საკუთარ ასე ვთქვათ გადადგომასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის არის ბევრ სტრესთან დაკავშირებული ის საქმიანობა რასაც ქვია პოლიტიკური საქმიანობა აქედან გამომდინარე ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იყო ამ გამომდინარეზე ის პოზიცია და შესაბამისად საბოლოო ჯამში ანგარიში გაუწიეთ და გავიზიარეთ მისი ეს დამოკიდებულება. მადლობა. პირდაპირ ეთერში უსმენთ პრემიერ-მინისტრის სინქრონს ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას. დაუბრუნდი შენს ფუძეს ამ სლოგანით რაჭაში სახალხო დღესასწაული ფუძეობა 2026 იმართება. ღონისძიების ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოწყობილია ღვინისა და კვების სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და საბავშვო გასართობის ზონა. ფუძეობა 2026 მუსიკალური კონცერტებით დაიხურება. დაუბრუნდი შენს ფუძეს ამ სახელწოდებით ამბროლაურში სახალხო დღესასწაული ფუძეობა 2026 მიმდინარეობს. წარმოდგენილია მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა ადგილობრივი სამზარეულო და საბავშვო გასართობის სივრცეები. ღონისძიებას დაესწრნენ და მოსახლეობას ფუძეობა მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ეხარია რომ დღეს ვარ რაჭაში ამბროლაურში ჩემს კოლეგებთან ერთად ვარ ჩემს მშობლიურ კუთხეში და აღნიშნავთ ფუძეობას რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული და მინდა მთელ რაჭას რაჭველებს მიულოცო დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ჩვენთვის რაჭის განვითარება და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს. გაიმართა საპატიო მოქალაქეებისა და სხვადასხვა სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის სტატუსით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაჯილდოვდა. ღონისძიების მიზანი საკუთარ ფუძესთან მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. ფუძეობა 2026 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით შემოქმედებითი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ იმ დღესასწაულის ნაწილი, რომელიც ეძღვნება საკუთარ ფუძესთან და ტრადიციებთან დაბრუნებას. აქ ამ სივრცეში დაგვხვდებათ არაერთი საბავშვო პროგრამა და სხვადასხვა აქტივობები. მინდა ყველა მოგიწვიოთ ამბროლაურის კრიხულის ახალ სანაპიროზე ერთად შევქმნათ საუკეთესო განწყობა და აღვნიშნოთ დღევანდელი დღე. მეწარმეები ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მათი საქმიანობის განვითარებას. ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერას მუდმივად გრძნობენ. რაჭაში არის რაჭველებისთვის ძალიან ძვირფასი და კარგი დღე. ფუძეობა ამისი ეს კიდე 80-იანი წლებიდან იღებს ეს სათავეს და ამისი ძირითადი მიზანი არის რომ ყველა დაუბრუნდეს თავის ფუძეს. მინდა ჩემი უდიდესი მადლიერება გამოვხატო ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. ეს ძალიან დიდი ხელშეწყობა არის ნამდვილად მეწარმეებისთვის, რომ ჩვენთვის სტიმულია. მადლობელი ვარ რა დღევანდელი დღისთვის, მადლობელი ვარ რომ მომეცა აქ მონაწილეობის საშუალება. დღესასწაულის აღნიშვნა მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტითა და დიჯეი პროგრამით დასრულდება. რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ონში საფეხბურთო ხოლო ამბროლაურში რაგბის ტექნიკურ ცენტრებს აშენებს. მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება. სოფელ ბუგეულში 200 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება. დასასრულს უახლოვდება სოფელ ჭრებალოს 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც. ჭრებალო ნიკორწმინდის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე მდინარე რიონზე კი ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება. მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო. სოხაძე შოვშიც იმყოფებოდა, სადაც სტიქიის ზონაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდება.
რაჭაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. რეგიონში ერთდროულად სპორტული, საგანმანათლებლო და საგზაო მიმართულების პროექტები ხორციელდება. ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. აქ ახალი საფეხბურთო და რაგბის ტექნიკური ცენტრები შენდება. პროექტის მიხედვით ორივე ობიექტზე მოიწყობა ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო მოედნები და 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობა გეგმავს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ონში საფეხბურთო ტექცენტრის მშენებლობა, ამბროლაურში სარაგბო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად. გარდა ამისა, ჩვენ როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, მიმდინარეობს ორი პარკის პროექტირების პროცესი და ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირებას დასკვნით ფაზაზია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს 100-ზე მეტ როგორც სარაგბო, ასევე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობას საქართველოს მასშტაბით. ამჟამად ვართ ამბროლაურში, სადაც კონტრაქტორმა დაიწყო სამშენებლო პროცესი სარაგბო სტადიონი, სადაც განთავსდება უმაღლესი ხარისხის ხელოვნური საფარიანი სტადიონი, ასევე მოწყობილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თავისი გასახდელებით, სამსაჯო ოთახით, უმაღლესი ხარისხის განათებით. მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი გეგმა გრაფიკის მიხედვით. რეგიონში უსაფრთხო გადაადგილებისა და სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოების საგზაო მიმართულებითაც მიმდინარეობს. ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზაზე მდინარე რიონზე 98 მეტრის სიგრძის ახალი კინაბეტონის ხიდი შენდება. მისასვლელი გზებით აღჭურვილი ახალი სახი და გადასასვლელის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. მოინახულეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრის სამუშაოები. მიმდინარეობს საგზაო სამუშაოების მოწყობა, პერიოდული სამუშაოები 18 კილომეტრზე ქუთაისის ალპანა-მამისონის მიმართულებით. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. სოფელ ბუგეულში 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს შენობის გამაგრებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას. სოფელ ჭრებალოში კი 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. რევაზ სოხაძე შოუშიც იმყოფებოდა. მინისტრის თქმით 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებთან შეთანხმებით ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებს. რაჭაში დავათვალიერეთ ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და დავიწყო შოუში ვიმყოფებოდით, სადაც როგორც თქვენთვის ცნობილი არის 3 აგვისტოს პრემიერის ვიზიტის დროს იქ დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყდა, რომ ჩვენ ამ ტერიტორიას დღეს მოვაწესრიგებთ და ეს მოწესრიგების პროცესი უკვე დაიწყო. ასევე ვიმყოფებოდით ონში, სადაც ვნახეთ მშენებარე სტადიონი, ამბროლაურში, სადაც ასევე რაგბის სტადიონი შენდება და სკოლები და ბაღები, რომელიც მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. რაჭაში ერთდროულად განხორციელებული საგზაო, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტები ქმნის მყარ საფუძველს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდისთვის. კახეთში ატმის მოსავლის აღების და დაბინავების პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების მხარდაჭერას კონკრეტული შედეგები აქვს. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია $25 მილიონ მეტი ღირებულების ატამი და ვაშლატამა. მოსავლის აღების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი გაიცნო. დავით სონღულაშვილი სახელმწიფო პროგრამის შეღავათიანი აგროკრედიტის ერთ-ერთ ბენეფიციარს ერწვია და მეურნეობის მუშაობას გაეცნო. ჩუმლახში მცხოვრებმა ტურაშვილების ოჯახმა ბაღების გაშენება 2002 წლიდან 100 ძირი ატმის ხით დაიწყეს. დღეს კი ოჯახს 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღები აქვს. მეურნეობაში ძირითადად ატამი და ვაშლატამა მოყავთ, ასევე სხვადასხვა ჯიშის ხეხილი. მოსავლის შენახვისა და რეალიზაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ოჯახმა 2018 წელს სახელმწიფო პროგრამის შეღავათიანი აგროკრედიტი მხარდაჭერით სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. უკვე მეცხრე სეზონია, რაც ეს სამაცივრე მეურნეობა და ვამუშავებთ რა. ყავს კლიენტები ყავს, რა ვიცი, მუშახელი ყავს და ხარისში ვერ ყვევით კარგად და ხარისიდან გამომდინარე ვიბარებთ საქონელს.
კახეთში ატმის რთველი ამ დროისთვის უკვე დასასრულს უახლოვდება. მოსავლის 95% თითქმის უკვე დაბინავებულია. მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, სეზონმა კარგად ჩაიარა და პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად გაიცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ხაზგასასწრებელია, რომ არც ერთ ფერმერს არ დარჩება მოსავალი ჩაუყარებელი, არა მხოლოდ ატალთან მიმართებით, არამედ სხვა დანარჩენ კულტურებთან დაკავშირებითაც და ეს არის ზუსტად სამინისტროს მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ფერმერს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს იმისთვის, რომ მოსავალი არ დარჩეს დაუბინავებელი. ძალიან ეფექტურად იმუშავა სამაცივრე მეურნეობებმა, რომლის ნახევარზე მეტი სახელმწიფო პროგრამებით იყო დაფინანსებული, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემა ატმის დაბინავების და რეალიზაციის პროცესში არ შექმნილა. ატმის მოსავლის აღების სეზონის წარმატებით დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ფერმერებისა და სამაცივრე მეურნეობების კოორდინირებულ მუშაობას აქვს. კახეთის რეგიონში პროექტის შეღავათიანი აგროკრედიტი ფარგლებში სამაცივრე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიზნით ბანკების მიერ 48,6 მილიონი ლარის ღირებულების 241 სესხია გაცემული. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ კი 11 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის გურჯაანში სამაცივრე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიზნით 151 სესხია გაცემული, რომლის ჯამური ღირებულება 28 მილიონი ლარია. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 7 მილიონ 200,000 ლარზე მეტი შეადგინა. გასაყიდი არაფერი არ დაგვრჩენია. ყველაფერი რაც მოვიდა, გაიყიდა. მეტნაკლებად როგორიც საქონელი ქონდა, იმის შესაფერისი ფასიც ქონდა. არავისზე დასამდური არაფერი არ არის. ენერგია მომავალთამა გაშენებული ატმის ენერგიები. შედეგი უკვე გვაქვს ამ ახალ ჯიშებში, ფასიც უფრო შედარებით მაღალი ღირს და მოთხოვნაც უფრო მეტი არის. 1 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან 20,500 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა ექსპორტზე. მიღებულმა ღირებულებამ კი 25 მილიონ 400,000 დოლარი შეადგინა. 1 კილოგრამი ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1 დოლარი და 24 ცენტია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლის შესაბამისია. ეს იყო დღევანდელი დღის მთავარი სიახლეები, მე ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.